მოგესალმებით ამ ვოისის არხზე, მეორე ეპიზოდი კარმული ურთიერთობები სარკე, რომელშიც საკუთარ ჩრდილოვან ნაწილებს ვხედავთ. უამრავი ადამიანი კარმულ ურთიერთობებზე საუბრობს ისე, თითქოს ეს იყოს რაღაც ორი უკიდურესობა ან დრამა და ტრაგიკული მითიური მოვლენა, რომელშიც ან უნდა გაიქცეს, ან აიტანოს, გაუძლოს და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად კარმული ურთიერთობა გეძლევა იმისთვის, რომ კარგად დაინახოს შენი ტკივილი, შენი ტრიგერი, შენი გაიგივების მექანიზმები, არაცნობიერი ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც ურთიერთობაში გერთვება. ძალიან კარგად გაჩვენებს ამას ურთიერთობა კონკრეტულად. ეს პოდკასტი ზუსტად მათთვის არის, ვინც დაიღალა განმეორებითი ურთიერთობებით და იმ ურთიერთობებით, სადაც სცენარი იცვლება გარეგნულად, მაგრამ შინაგანი მუხტი, ტკივილი, რეაქცია რჩება აბსოლუტურად იგივე, თითქოს დადიხარ ბორბალზე, წრეზე. ეს ეპიზოდი ასევე მათთვის არის, ვინც მზად არის ჩაიხედოს სიღრმეში, იქ, სადაც იწყება რეალური ტრანსფორმაცია და არა უბრალოდ საუბრები. ზოგადად რა არის წინამძვილეში კარმული ურთიერთობა? კარმული ურთიერთობა არ ნიშნავს წინასწარ დაწერილ ბედისწერას ან სულიერ წყვილს, რომელიც აუცილებლად შენია, შენთვის მოევლინა და ბედნიერად უნდა იცხოვროთ მთელი ცხოვრება. ეს ურთიერთობა მოდის არა საჩუქრის ან დასჯის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ გაგაცნოს შენი შიგნიდან წამოსული რეაქციები და გაუცნობიერებელი ტენდენციები. კარმული პარტნიორი ყოველთვის ატარებს იმ ენერგიას, რომელიც შენში იწვევს გარკვეულ ემოციას, რეაქციას, თითქოს რაღაც ღილაკზე აჭერს, რომელიც ტრამვასთან, განცდასთან ან შენ ბნელ ნაწილთან არის დაკავშირებული. ეს კავშირები ტკივილნარევია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე საუკეთესო საშუალება არის, რომ გამოიღვიძო, იგრძნო შენ თავთან კონტაქტი დაამყარო. ისინი გთხოვენ, მოდი ნახე, ვინ ხარ რეალურად ამ ურთიერთობაში, რა სავლენ ამ ურთიერთობაში. პირადი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ, როგორ შევხვდე საკუთარ ჩრდილს ურთიერთობაში და საიდან შეიძლება იყოს ეს წამოსული. ჩემი ბავშვობის მაგალითით თუ ავიღებ, ყოველთვის მაკლდა მამაჩემის არსებობა ჩემ ცხოვრებაში და ზოგადად მთელი ბავშვობა ვატარებდი გარკვეულ ტკივილს, რომელიც დაკავშირებული იყო მამისგან. აღიარების არ ქონა, სუსტი მამობრივი ფიგურა, განცდა, რომ მე არ ვარ მნიშვნელოვანი, რომ ვერ მხედავენ, ვერ მცნობენ. მოგვიანებით კი ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მარსიანულ, ანუ მამაკაცურ აქტიურ ენერგიას ვერ შევეწყე ჩემ ფემინური ენერგიით ჰარმონიულად და მუდმივად მქონდა მამაკაცებთან ან ბრძოლა, ან კიდე პირიქით, თითქოს მათ მივდევდი, ან მათი ოპონენტი ვიყავი და ეს იყო მუდმივად დაუბალანსებელი ურთიერთობები. ჩემს ქვეცნობიერში მარსი იყო თითქოს ის, ვინც მუდმივად მტოვებდა, მუდმივად ვერ მცნობდა, ან საერთოდ არც კი უნდა ყოფილიყო ჩემს სივრცეში და აქ ბალანსს ვერასოდეს ვერ ვიჭერდი. მშვენივრად მესმოდა თეორიულად მექანიზმები, ფსიქოლოგიური განმარტებები, მაგრამ რეალურად მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დავიწყე შეგრძნებით დონეზე აღქმა, როცა რეალურად დავინახე, რომ მე არ ხვდები კონკრეტულ მამაკაცებს, მე ვხვდები ჩემი ტკივილის პროექციებს მათში. და რატომ არ მუშაობს ზოგადი რჩევები? მე ხშირად მეუბნებოდნენ ხოლმე, დარჩი მარტო, დაივიწყე, შესვენება გააკეთე, 1 წელი არავის შეხვდე, შენ თავთან იყავი მარტო და რეალურად ესეთი ფრაზები საერთოდ არ მუშაობს. შეიძლება კარგი რჩევა და ჟღერდეს ზედაპირულად ვიღაცისთვის, ვისაც ეს ტკივილი არ აქვს და ეს დამოკიდებულება, მაგრამ არსობრივად არავინ არ გვეუბნება, როგორ ვიმუშაოთ ტრამვასთან ენერგეტიკულად, როგორ დავინახოთ ის ნაწილები, რომლებიც რეალურად ეძახიან და შედიან ამ კავშირებში, როგორ განვასხვავოთ სიახლოვეს ნამდვილი მოთხოვნილება მიჯაჭვულობის ტკივილისგან და შემდეგ ადამიანები თავს იკავებენ ურთიერთობებისგან გარეგნულად,
მაგრამ შიგნით ისევ იმავე სცენარში რჩებიან და შიგნით მექანიზმი არ იცვლება და რამდენიც გინდა 2 წელი 3 წელი არ შედიოდა გარეგანად ურთიერთობაში, როგორც კი ისევ შეხვალ ურთიერთობაში კვლავ დატრიალდება ეს მექანიზმი და ამუშავდება. და რეალურად რა არის მუშაობა საკუთარ თავთან ურთიერთობის კონტექსტში? რეალური მუშაობა ნიშნავს დააკვირდე შენს სხეულს, შენს შინაგან მდგომარეობას, თუნდაც შენს სუნთქვას, შენ კანს, შენს ემოციურ მდგომარეობასაც, როდესაც ხარ დაიჭირო მომენტები, როცა გრძნობ გათიშვას, მძაფრ რეაქციას, გინდა გაქცევა ან ჩაფღაუჭება. ეს ყველაფერი, ეს ყველა მძაფრი შეგრძნება არის გზავნილი და ეს ნამდვილად არ არის იმ პარტნიორზე, ეს არის შენი პირადი ამბავი და დასვი კითხვები, რა ტრიგერი ჩაირთო ჩემში, რისგან მიცავს ეს ჩემი რეაქცია. ვინ გავაიგივე პარტნიორში, დედა, მამა, საკუთარი დაუნახავი ნაწილები, თუ რა ჩავდე მასში, რაზე წამოვიდა ეს შეგრძნებები. როცა ამ ყველაფერს ცნობიერად და სხეულებრივად უყურებ, ხდება ნამდვილი გარდატეხა. შეგიძლია წამოიწყო ყოველდღიური პრაქტიკა, მაგალითად, სხეულის სკანირება, როცა ხარ ურთიერთობაში, სუნთქვასთან კონტაქტი, მაგალითად, სად იჭიმები, სად ვეღარ სუნთქავ, სად გეკეტება სუნთქვა და მცირე დღიური აწარმო, რა თემები მეორდება ურთიერთობებში, გადახედო შენ ურთიერთობებს, რაზე ტრიალებდი, რაზე იჭედებოდი, ეს მიდგომა გეხმარება დაინახო, რომ ურთიერთობები არ ხდება შენთან, ისე უბრალოდ ისინი ჩვენ რაღაცისთვის მოგვაქვს, ჩვენვე ვიზიდავთ ჩვენ თავში, რომ ჩავიხედოთ უკეთესად მისი საშუალებით. და როდესაც აი ამ იდენტიფიკაციას მოახდენ და შენ თავში გაერკვევი რეალურად რაში არის პრობლემა, ჩახსნა მექანიზმების მარტივად ვერ ხდება. აუცილებელი არის, რომ ენერგეტიკული მუშაობა გააკეთო, თერაპიული პრაქტიკა განახორციელო და კონკრეტული აი ამ თემებით მიხვიდე თერაპიაზე. როდესაც უკვე ამჩნევ შიგნიდან წამოსულ პატერნებს, შეგიძლია უკვე შეგნებულ მუშაობაზე გადახვიდე, რომელსაც ასევე არავინ არ ამბობს და უბრალოდ, რა ვიცი, უსასრულოდ საუბრობენ და ეს საუბარი რეალურად არ შველის, მექანიზმი არ ჩერდება, არადა მექანიზმი უნდა გაითიშოს და მის ნაცვლად ჩაიდოს რაღაც მნიშვნელოვანი, თუნდაც ინფორმაცია. თერაპია გვეხმარება არა უბრალოდ რომ გადავრჩეთ, არამედ ახალ დონეზე გადავიდეთ და ნაცნობის სცენაში აღარ ჩავერთოთ, აღარ ურეზონირდეთ და გეძლევა არჩევანის უფლება, რა გააკეთო. სიყვარული რეალურად იწყება შენი ჩრდილოვანი დაფარული ნაწილის მიღებით, კარმული ურთიერთობა კი ყოველთვის გასწავლის, თუ კარგად დააკვირდები, გაძლევს იმ რუკას შენი შიდა სამყაროსკენ, რომელიც გადარჩენას კი არა, რაღაც განადგურებას კი არა, ახლიდან დაბადებას გთხოვს. შენი გზა კარმული ურთიერთობიდან გათავისუფლებისკენ არ გადის მარტოობით ან გაქცევაზე, არ მუშაობს გაქცევა, იგივეში მოხვდები, ის გადის შენი სხეულის სიღრმეში, შენი არაცნობიერი რეაქციების ამოცნობაში და ზუსტად შენი გულიდან იწყება ნამდვილი ტრანსფორმაციული სიყვარული. და ეპიზოდის ბოლოს მინდა პრაქტიკული სავარჯიშო შემოგთავაზო, აირჩიე ერთი ურთიერთობა, რომელიც შენ ცხოვრებაში იყო ყველაზე ინტენსიური, ჩაიწერე, რა გრძნობები გააღვიძა ამ ურთიერთობამ, რას გრძნობდი ყველაზე მძაფრად, მიტოვებას, თქვათ მნიშვნელოვანების არქონას, კონტროლს, შიშს, ვინ გაიგივე ამ პარტნიორში და რა გაკვეთილი მოგიტანა. და მესამე ეტაპის შემდეგ კითხე საკუთარ თავს, ამ ყველაფერში სად ვარ მე, რა ნაწილის შეხორცებას მთხოვს და მკურნალობას მთხოვს ეს ნაწილი ჩემში. აი ამ საკითხებზე კონცენტრირდი და ძალიან გამიხარდება თუ გამიზიარებ კომენტარებში და შეგიძლია ჩემი ინსტაგრამის გვერდიც გამოიწერო, სადაც ასევე საინტერესო პრაქტიკებს ვაზიარებ.
მადლობა მოსმენისთვის, დალაიქება, გაზიარება, კომენტარი ძალიან გამიხარდება.